დაშორდა სკოლა და უნივერსიტეტი ერთმანეთს. მე თქვენგან ვიცი, მათემატიკოსებისგან ვიცი, არის უზარმაზარი ვაკუუმი შექმნილი სკოლის ცოდნასა და უნივერსიტეტის პროგრამაში. ასეა. ასე იგი, რა ხდება? სკოლა მოწყდა უნივერსიტეტი. უნივერსიტეტი მოწყდა. ამიტომ საშუალო სკოლაში ესე იგი არასწავლია ფიზიკა, ქიმია და რაღაც ერთი საგანია. საოცარი რაღაცები ხდება იქ, ხო? აი იქ არა მარტო მაგაზე ხდება, არამედ სხვა საგნებში ხდება და არ შეიძლება ახლა ის ისე ვთქვა, ბატონავთანე, რადგან მე განიგზავნა ცოტა საუბარი. რა ხდება სახელმძღვანელო? აქედან იწყება ყველაფერი. უვარგისი სახელმძღვანელო, არა დისციპლინირებული სწავლება და ასე. კონკურსი ჩაატარეს ბატონოთელის ახლა პირველი კლასის სახელმძღვანელოების. და თქვენ წარმოიდგინეთ რა მოხდა? 10-ის დედაენა. მაგრამ ერთი იაკობ გოგებაშვილისა და დანარჩენი სხვა გოგებაშვილები გამოჩნდნენ ახლა. 10 წიგნი იყო წარდგენილი კონკურსზე. შედეგი როგორია იცით? გაიმარჯვა 10-ვე. და დღეს ცენტრებს დაურიგდა სია 10 ესე იგი აქედან 1.97-ია ფულად 1.17 და ყველას მიცეს გრიფი და არჩევანი გააკეთეს. რა არჩევანი უნდა გააკეთოს გასალებმა და რითი უნდა გააკეთოს? საოცრება. მოუსწრეს ყოველგვარი საფუძველი, სერიოზული საფუძველი სწავლას. აი აქედან მოვდივარ და აქეთ მივდივარ და ეს უნდა გამოსწორდეს ავთანდილ ბატონო უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ სხვანაირად ეს დანგრეული უნდა სხვანა თუ არ მოს ახალი აღარ გაიშენდება ამალი. წინსვლაზე აღარ არის ლაპარაკი. ახლა ლაპარაკი ავიდეთ იმ დონემდე, რა დონეზეც იყო რეფორმამდე. ამაზეა საუბარი. თქვენ შესანიშნავად ბრძანეთ ბატონო პროფესორებო, რა გჭირს და საკანში ტყუილა არ აღმოჩნდით ჩვენ. დაგეკეთო გარდა გადაგწოვდა. ისეთი ვართ, მაგრამ არც საკანშიც არ უნდა ვიკეკლუცოთ, რომ მარტო თითქოს ჩვენ თავზე ვფიქრობთ, რომ ჩვენ რა დაგვემართა და მეცნიერებას რა დაემართა ზოგადად. ძალიან საინტერესოა იმისი ანალიზი, რა დაემართათ სტუდენტებს. ანუ მშობლიური და დედაშვილური და მამაშვილური გრძნობით, აი ეს ემოციები, როცა თქვენ ასე ბრწყინვალედ ბრძანებთ, საერთოდ მეცნიერებას რა მოუვიდა, ენას რა მოუვიდა, დარგებს რა მოუვიდა, განათლებას რა მოუვიდა, ასე თვითონ სტუდენტს რა მოუვიდა. იმიტომ რომ ყოველთვის უსვამენ ხაზს, სტუდენტებს ეს მოსწონთო. ძალიან კარგია, მათ ძალიან დიდი სიახლეები მიიღეს. ვისაც უსაუბრია ამ სიტუაციების მერე სტუდენტებთან, ძალიან საინტერესო შედეგს ნახავს. სტუდენტები დღეს ქუჩაში არიან გამოსულები და ალბათ თქვენ გენახსოვებათ, როდესაც დისიდენტებს ეძახდნენ, მაშინ დისიდენტობის პერიოდში მხოლოდ 7 სტუდენტის დაკავება შესძლეს. დღეს ამ პროცესებთან დაკავშირებით 9 აპრილის შემდეგ, აი წლევანდელი 9 აპრილის შემდეგ 150 სტუდენტი გახავს დაკავებული. რა კარგად გქონიათ სტუდენტებთან მდგომარეობა რა. ესე იგი რა დონეს და ეტაპს მიაღწია. სტუდენტებს დაპირდნენ 50 ლარიანი სტიპენდიას. 6 თვე სტუდენტებმა ქუჩა იარეს, კაბინეტ იარეს და ითხოვდნენ თავიანთ ამ ჩამორთმეულ უფლებას. და თქვენ წარმოიდგინეთ ამ დიდ იურისპრუდენციაში ხელოვან ხუბუას მოუგეს ეს და დაიბრუნეს ის 6 თვის შემდეგ დაიბრუნეს. ამის შემდეგ გამოუყოფენ სტუდენტებს საზღვარგარეთ სასწავლებელ თანხებს და არის უამრავი მშობელი, რომელსაც შემდეგ აშანტაჟებდნენ და ეუბნეოდნენ. არ გაბედოთ, რომ თქვათ და გამოაცხადოთ სადმე, რომ ჩვენ ვერ ვიხდით მაგ თანხას, როგორც გინდა ისე შეინახეთ იქ ეს თქვენი შვილები. აწიოკებული ოჯახები ამ კუთხით, რომ არ გამოჩენილიყო ეს ინფორმაცია, ტკივილთ რა ხდებოდა არავინ არ იცის. უცბად გადასვლა ფასიან სასწავლებელზე სტუდენტებისათვის, როდესაც სტუდენტები მოეწყუნენ იმ ხელშეკრულებით, რომ ისინი დაამთავრებდნენ 5 წლიანს. მოეწყნენ ერთი ხელშეკრულებით და აღმოჩნდნენ 4 წლიანზე და საწავიდნენ არ იციან
და უმეტესობა გადის საზღვარგარეთ. უკვე ის თავსებადობა, რომელზეც თქვენაც ასე კარგად გძანებით, თავსებადობაც დაიკარგა, ურთიერთობაც დაიკარგა და ყველაფერი. სტუდენტისთვის სწავლა და განათლება არის უფლება კონსტიტუციაში. და მარტო უფლება კი არ არის, კონსტიტუცია მისი დაწერა სოციალურად ორიენტირებულია ეს კონსტიტუციაო. და აბა ერთი დავითვალოთ ბატონო თენგიზ, თითებზე ჩამოთვალოთ რა თანხა ჯდება უმაღლეს სასწავლებელში სწავლა. ეს იქცა უმოწყალო